სტატუსი ვნახე ერთი, რომ კიდობანიო დაუძრავ ამ სანქციებსო რა, სანქციებისგან თავის დასაზღვევად უცნობს კიდობანი ეთერში პანამის დროში დგავაო და მაგარია ეგ ამბავია ხო, აი პანამის დროში თავარ და უტყდები სიტუაციას რა, აი რა გეშველება მაგარია რა. ესე იგი, საერთოდ აი რა მინდოდა იცით რომ ეხა ამდენი ერთი წელი პრინციპში ამათმა რა ვერ გაიგეს და მithumetes უცხოელმა ჩვენმა ესე ვთქვათ ეგრეთ წოდებულმა ყოფილმა თუ თანამედროვე პარტნიორებმა რომ იმიტომ არის სხვა ქვეყანა საქართველო რომ საერთოდ რა ვიცი ენთუზიაზმზე თუ რამე გაუჭირდება ქვეყანას ენთუზიაზმიც კი შეუძლია იმუშაოს ამ ყველა აბსოლუტურად ყველა ადამიანმა ვისთვისაც საქართველო არის უპირველეს ყოვლისა და მისი ინტერესები ყველაზე უფრო მაღლა დგას რა და ეს ვერ გაიგეს ამათმა რომ რაც არ უნდა სანქციები, რაც არ უნდა ის ხო არ შეიძლება ჩვენთან ესეთი ულტიმატუმების ენით ლაპარაკი რა არ შეიძლება რა ეხა ისტორიაც იყო ეგეთი ხო რომ ამ ტელევიზიები თქვენი იყო ხარჯავდით მილიონ ფულებს და ერთი პატარა ოთახიდან შეგისრულეთ ყველაფერი ხო თან აბსოლუტურად ენთუზიაზმით რა მაშინ არც ფული იყო და არც არაფერი ისეთი რომ რაღაცა დაეფინანსებინდა რა ხო და ეს ენთუზიაზმი იყო ქუჩაშიც ეს ენთუზიაზმი იყო საკნებშიც ყველგან ენთუზიაზმი იყო იქ ფული საერთოდ არ იყო არ იგდებოდა იქ იმდენად მნიშვნელოვანი იყო ის ბრძოლა სულიერად ჩვენთვის ხო რომ აი ამ სიტუაციაში როდესაც ამხელა მილიონებს უპირისპირდებოდით შეგისრულეთ რა მთელმა ქართველმა ხალხმა ერთად რა და ეხლა კიდე გამოდის ისა რა ქვია ეს რა ვიცი რა ქვია ურსულა ჩვენი ისა ბებია ურსულა გამოდის და მოკლედ ვინდა განახოთ რა ესე იგი უვიზო მიმოსვლის შეჩერება შეიძლება გავრცელდეს მთელ მოსახლეობაზე თუ ქართველი ოფიციალური პირები გააგრძელებენ დემოკრატიულ უკუსვლას და ადამიანის უფლებების დარღვევას. ნუ ამას წარმოიდგინეთ ხელს აწერენ თან აქედან რომ მუშაობდნენ რა ამ დოკუმენტს ხელს აწერენ ზურა გირჩი ჯაფარიძე, ნიკა გვარამია, ნიკა მელია, ხაბეიშვილი, ელენე ხოშტარია, გიორგი ვაშაძე, ირაკლი ოქრუეშვილი და გივი თარგამაძე. ანუ ციხეებში ვინ ჩიჯდნენ ყველა მხელი მოაწერა რა ეს ხალხია ეს ვაითავი სასტავი რო არის რა ერთი და იგივე კედელს რო ურახუნებენ თავს რა და რო არც არაფრის არ ერიდებათ რა რომ აი და ყველაფერი შეუულია გარედან გაუკეთონ თავის ქვეყანას რა ვერც აკონტროლებენ საერთოდ რა არის პოლიტიკური ბრძოლა რა ცდება უფრო პოლიტიკურ ბრძოლას და პარტიულ ბრძოლას რა არის ქვეყნის ინტერესი რა არის ხალხის ინტერესი ხო ვერა დაყოფილი აქვს ორი მათ ფლიგელად ეს დაცების და ქოცების ამბავს და ქართული ხალხის ინტერესი საერთოდ უგულებელყოფენ რა არც საინტერესებთ მოკლედ და არც განიხილავენ მაგას ამათ გონია რომ ისინი არიან უმრავლესობაში და დანარჩენი აქეთკენ ვინც არის ისინი არიან დასაცხრილები ჩასარეცხები მოსაკლავები და მაგათ გარეშე უნდა გააგრძელონ მოკლედ ახალი საქართველოს ფუნქციონირება ესე ვთქვა და არ მოხდება ეგ ამბავი ტყუილია ტყუილად კი ხარიათ ეგ ამბავი თქვენ რა